გამარჯობა მეგობრებო, კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება ჩვენ სახლზე. Ჩვენ ვართ ბაკურიანში, გუშინ ჩამოვედით 3 დღით, მე სალონიკა და ჩვენი მეგობარი და სამწუხაროდ დავუბრუნდებით საქართველოში, არა იქ კიდე. სალონიკში. სამწუხაროდ დავუბრუნდებით თბილისში, რადგან ნიკას ეწყება ვარჯიშები, მეც ვმუშაობ, პრინციპში მე გუშინაც ვმუშაობ, დღესაც ვმუშაობ, რადგან მთელი დეკემბერი მქონდა თითქმის მთელი დეკემბერი მქონდა შვებულება. ეხლა 4-ში დამემთავრდა და day-off-ებს ვეღარ ავიღებდი, ბევრი საქმე მაქვს. დილიდან შეხვედრაზე ვარ 2 საათია და მოკლედ გუშინ ვმუშაობდი მთელი გზა, მანქანიდან მერე სასტუმროდან და საღამოს 1 საათით გავედით. ბოლო 1-40 წუთი ვიმუშავე. სადღაც ავედით დიდველზე კაფეზე, სადღაც ავედით დიდველზე კაფეში, ჩვენი მეგობარი სრიალებდა. სალომე არ სრიალებს თავისი მდგომარეობიდან გამომდინარე, ნიკაც არ სრიალებს თავისი პროფესიიდან გამომდინარე, მეც არ ვსრიალებ, იმიტომ რომ უბრალოდ არ მიყვარს და ვერ დავუჭირე მუღამი. ჩემი აზრით, იმიტომ ვერ დავუჭირე მუღამი, რომ ძალიან მშიშარა ვარ და ძალიან ფრთხილი. რამდენჯერმე ვცადე, ინსტრუქტორიც მყავდა, მაგრამ მივხვდი, რომ იმდენად ყველაფერზე ერთად ვფიქრობ, რომ ეს დახმართი აქეთ ხალხი ვინმე არ დამეჯახოს, დახმართები ცოტა არ იყოს და მეშინია, შეიძლება ხო, შეიძლება დამწყების ტრასაზე ისრიალოთ, ძალიან ციცაბო დაღმართი არ იყოს, რასაც ვერ ვიტყვი ამ კოხტას ტრასაზე. ძალიან ციცა, აი აქ რო დავდგე, სანამ რამეს დავეჯახები ან რამეს მოვიწევ, იქამდე გული გამისკდება. და რა ვიცი, როლიკებზე ვსრიალებ, ციგურებზე ვსრიალებ და ეს თხილამურებზეც შემიძლია, უბრალოდ ეს დაღმართები არ შემიძლია. ადამიანებს რო თავი დავანებოთ, როლიკებითაც დაღმართზე ვერასდროს ვერ ჩავდიოდი, რამდენჯერმე ვცადე და ჩავედი, მაგრამ იმდენად დიდ შფოთვას იწევებს ჩემში, მისჩვენია სწორ გზაზე ვისრიალო. მოკლედ, სასტუმრო კომორში ვრჩებით, რომელიც ძალიან კარგ ადგილას არის ჩემი აზრით. გზიდან მოშორებით რომ არის, ეს არის მისი ყველაზე დიდი უპირატესობა, იმიტომ რომ არის ძალიან სიმშვიდე, სიწყნარე და გზაზე არის უამრავი საცობი, უამრავი ადამიანი, ხმაური, რაც ჩემი აზრით არც თუ ისე კარგია. სანჯ ჩვენთან ერთად არის და 2 დღე განუწყვეტლი ვყებს, კარისკენ გავალ თუ არა ეგრევე ყეფას იწყებს. გუშინ ჩვენი მეგობარი წავიდა დიდველზე სასრიალოდ და ჩვენ შევედით კაფეში, სადაც იყო საკმაოდ ბევრი ადამიანი და მუშაობას რომ ვორჩი, შემდეგ მე და ნიკამ დავლიეთ ცოტა, მერე ჩვენი მეგობრები მოვიდნენ. თუ ისე ვერთობოდით, მივხვდით იმისა, რომ ძალიან ხმაური იყო და თითქოს მუსიკები არც ისმოდა, შედარებით ნორმალურ და კარგ დროს ვატარებდით. მაგრამ რაღაც მომენტში, როცა გადავწყვეტეთ, რომ წავსულიყავით, სალომეს ეტყობა გულმა უგრძნო, ან უკვე აღარ შეეძლო ყოფნა ფხიზლად და ჩვენი ყურება. ადგა უნდა წავიდეთ და ზუსტად 1 წუთში ვხედავ, რომ ძალიან ბევრი ხალხი გამრბის ჩვენსკენ და ეს იმას ნიშნავს, რომ შენც უნდა გაიქცე. რა თქმა უნდა, მივხვდით ეგრევე, რომ ატყდა იქ ჩხუბი, სალომე ნიკა ეგრევე სალომე გაიყვანა, რა თქმა უნდა, მე რო დავინახე ესენი რომ გავიდნენ, მაგიდაზე რაც კი იყო, ყველაფერს ხელი ვტაცე, რომ არ დაგვეკარგა და ყველაფერს მოვურბოდი, ერთ ხელში თხილამურები, მეორე ხელში რაღაც ხელთათმანები, ქუდები მეჭირა და ბოლოს რომ გამოვედი, აღმოჩნდა, რომ ნიკა ჩემს გამოსაყვანად შემოფრნებულა, რადგან ვერ დამინახეს, რომ უკან მივყვებოდი და მოკლედ საბოლოოდ ყველამ გამოვახტიეთ მშვიდად სახსალამათებმა და ჯანმრთელებმა და ეგრევე ჩამოვედით ქვემოთ. და ქვემოთ რომ ჩამოვედით, 10-15 წუთის მერე ავარდა პოლიცია. მოკლედ, საქართველოში ძალიან რთულია გაერთო ისე, რომ სადმე ჩხუბი არ ატყდეს და სულ მზად უნდა იყო, რომ სიტუაცია რა ყველაზე კარგ მომენტშია, უფრო ყველაზე კარგად რო ერთობი, მაშინ თვალი უნდა გეჭიროს ხალხზე, რომ შეიძლება უცბად გაქცევა მოგიწიოს. ყველაზე ცუდი ის არის, რომ არასდროს არ იცი ვის რა მოხვდება ხელში ან რა ექნება.
და არასდროს არ არის გამორიცხული, რომ შეიძლება რაღაცას ძიავი იარაღი ქონდეს ჩვენს ქვეყანაში და მოკლედ იქიდან უნდა გამოიქცეთ. თან გაშღერდა კიდევაც გუშინ ეგეთ რაღაცები. მოკლედ სანც იყო ჩვენთან ერთად და საკმაოდ დაიღალა, არ გვეგონა რომ ეგეთ ხმაურში წავიდოდით და მოკლედ მაგრად ვაგულავეთ სანიც. ბაკურიანის ღამის ცხოვრებით. ახლა მე წავალ ვიმუშავებ და შემდეგ დაგიბრუნდებით დიდი ალბათობით 1-7 საათამდე ვერ მორჩები მუშაობას. ვიფიქრე შესვენებაზე გავსულიყავი სალოსთან, მაგრამ შესვენებაზეც ვერ მოვასწრებდი და გადავწყვიტე ვიდეო გადამეღო. ავალ ახლა მივხედავ საქმეებს და მერე დაგიბრუნდებით მეც და სალო ერთად. იმედია სალო რაღაც ვიდეოებს იღებს და აი აქ ჩაგისვამთ. ოდის მოსწია. ჩემო უსაყალესებო. მე მინდა. ეი, ჯული. ჩვენ ყველა სონთ ჩვენს კარდა. 5 საათი ხდება, ძალიან მშია და უნდა ჩავიდე რესტორანში და ვჭამო და ზუსტად ეხლა დაიწყოს ანიმაც ჭამა და ველოდები რომ შეჭამოს და მერე ჩავიდე. რადგან რომ გავიდე აღარ შეჭამს. თავალ ეხლა შევჭამ და თან ვიმუშავებ. მაგრამ არა უშესხვალების ვენებ. იმიტომ რომ შობაა. ჩამოვედი რესტორანში, ვიმუშავე. ეხლა უკვე იმდენად მშია, რომ ვეღარ ვაგრძელებ მუშაობას და ველოდები მალე მომიტანონ საჭმელი. შევუკვეთე კარბონარა და იმედია კვერცხის გარეშე იქნება, იმიტომ რომ მენიუში კვერცხი არ ეწერა. მივხედავთ იმისა, რომ ნამდვილი კარბონარა კვერცხით არის, მე არ მეყურს კვერცხი და იმედია უკვერცხოთ მოვა. არ დამისუსტებია წინასწარ როგორი იქნებოდა. ხო და ეხლა მეშინია რომ თავი არ ამტკივდეს, რადგან ძალიან დიდი შუალედი გავაკეთე კვებასა და კვებას შორის. 10-დან 5-მდე არ მჭამია. ზოგადად რაღაც საქმეს რო ვაკეთებ ან ვმუშაობ, თუ არ მომშივ და არ მახსენდება რომ ვჭამო. და როცა მომშვიდება ხოლმე ზოგჯერ უკვე გვიანია. მე თავი მტკივდება ხოლმე და დღე თავი მტკივა ხოლმე. ახლა იმედია სანამ თავი ამტკივდება მომისწრებს საჭმელი. შევწყვიტა მუშაობა, რადგან ახლა კიდე რა ცოტა გადავიღალო, უეჭველი ვიცი რომ თავი ამტკივდება. მოკლედ ძალიან ლამაზი ხედი მაქვს თოვლის. მეთქი ვისუღრენს. ვაი, მე როგორ გიჩნდა. რომელი წელია ხო 26 წელია. ეს მღერები გათიშეთ. ძალიან დახვდა. ეს ძალიან გითხოთ. ბიჭებთან ერთად ჩავედი პინგ-პონგის თაღში. ვერ გავჩერდი დიდხანს, რადგან არის ჩახუთულობა -1 სართულზეა. იყო ხის მასალის სუნი და ძალიან ცუდად გავხდი, ამოვედი და აქ ვზივარ ფოიეში პირველ სართულზე თუ მეორე სართულზე, ველოდები სალომეს რომ გაიხბიძოს და გამიღოს კარი, იმიტომ რომ როცა გამოვედი ეძინა და არ მინდა გავაღვიძო. ეს ფიქრობთ რამდენ ხანში გაიღვიძებს? ძალიან დავიღალე დღეს. არა მადლობა. 2 დღის წინ გაიხსნა აქ ციგურების მოედანი და ქვემოთ ჩავდივარ. მაინტერესებს სად და როგორ არის და რა ხდება იქნებ ვისრიალო. ზიგა. იფსაგურებს თუ ჩემია. შეგარგო.
მაგრამ ისე ჩამოსულიყო ხო საერთოდ? ეს მე ხონა მოატრია. ხო მართალი. გადმოსვლა გინდა? გადმოსვლა გინდა? გადმოსვლა გინდა სანი? მოდი. ეხლა არის 10 საათი და ჩავდივართ საუზმეზე, უფრო სწორად ყოლა ჩავიდა და მე შევუერთდები და გადავწყვიტე, რომ სახის მოვლის რუტინა გამეკეთებინა თქვენთან ერთად, რადგან გაჩვენოთ რას და როგორ ვიყენებ ფაკურენში ყოფნისას. სამწუხაროდ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც იყო ავენის სიკაფლეითის კრემი თბილისში დამრჩა. ეს არის აღმდგენი კრემი, ამ კრემს მაშინ ვიყენებ, როცა კარის ბარიერი მიზიანდება, ღამით ვისვამ ხოლმე და ასყოთ შორის ძალიან კარგი შედეგი აქვს. ძალიან კარგად უწყობს ჩემი აზრით კანს აღდგენაში ხელს. და ღამით რომ წამესვა, ალბათ უკეთესი შედეგი მექნებოდა, რადგან ცოტა არ იყოს დაუდნო გაღიზიანებულია ჩემი კანი და საკმაოდ გამომშრალია. პირველ რიგში სახეს ვიბან სეტაფილის დასაბანი, თუმცა ძალიან რბილა და ძალიან მსუბუქად, იმიტომ რომ სახითაც ვფიქრობ გაღიზიანებული მაქვს და დიდი ხანი არ ვიჩერებ და მალე ვიბან. ამის შემდეგ ეხლა თან წავისვამ კრემებს, ეგვისვამ სოსკნის შრაც, როგორც იცით, რადგან უფრო ღრმად დაატენიანა სახის კანი. შრატის შემდეგ ვისვამ ავენის დავატენიანებულს როზაციასთვის SPF 50-საც შეიცავს და ძალიან კომფორტულია და ეს არის ჩემი აღმოჩენა. ეს კრემი არის ჩემი აღმოჩენა. კარგად მიტენიანებს, ასევე კარგად ნაწილდება, არ იფუფხება და მოკლედ ეს არის ის ერთადერთი დღის კრემი, რომელიც მომწონს. თუ როზაცია გაქვთ, იდეალურია ჩემი აზრით, თუ არა და არ ვიცი სხვა ტიპის კანისთვის თუ არის რეკომენდებული. მაინც ვერ ვგრძნობ, რომ კანი არის დატენიანებული, იმდენად გამომშრალი მაქვს. გათბობაა ძალიან მაღალ დაწეული. ეს გათბობაც თავის ეშვება და ძალიან მიშრობს სახის კანს. ამიტომ აქ რაც ვარ, არანაირ მაგიჟს არ ვიკეთებ, მხოლოდ მზის დამცავს ვისვამ აი ამ ავენს და ასევე იმისთვის, რომ კანი მქონდეს ერთბერში, ამისთვის ვიყენებ ხოლმე სეტაფილის დამატენიანებელს, რომელიც არის შეფერილი. აი ეს კრემია. ამასაც ცოტას ვისვამ, რადგან კანი ერთბერში მოიყვანოს. სამწუხაროდ მხოლოდ ამას იმიტომ არ ვისვამ, რომ ჩემი აზრით კარგად არ მიტენიანებს. ყურებთან ძალიან კარგად უნდა გადავინაწილოთ ასევე ყელზე და კისერზე უკან, იმიტომ რომ მე ძალიან ცუდი სხვაობა მაქვს ხოლმე. და დაახლოებით 1-2 საათი კანი ისე მაქვს ხოლმე, თითქოს რაღაც მისვია და ძალიან ლამაზად გამოიყურება, მაგრამ მე რა თქმა უნდა კრემია სახის კანი იწოვს და თუ არ გაინახლე ასეთი არ აქვს. და საბოლოოდ რა თქმა უნდა ტუჩის დამატენიანებელი, ამ შემთხვევაში ხმარება ამას, რომელიც ვფიქრობ რომ ნორმალურია. დიდად გემო არ მომწონს, მაგრამ ტუჩებს მქონი კარგად დატენიანებს და ზემოდან ვისვამ აი ამას Yves Saint Laurent's ტუჩსაც, რომელიც არის 44 ნომერი. არ ვიცი ჩანს თუ არა. 44 ნომერია და ნაზი ფერია. ძალიან მომწონს. რა თქმა უნდა, ამ ამინჩი შეუძლებელია თვალის წვეთების გარეშე და აუცილებლად ყველგან ვატარებ თვალის დამატენიანებელ წვეთებს, იმიტომ რომ თვალებიც ძალიან მიშრება. სულ ეს იყო, ეხლა მას დავივარცხნი და ჩავალ. რაც შეეხება დღევანდელ დღეს არის 7 იანვარი, შობა და აბსოლუტურად ყველას გილოცავთ შობის დღესასწაულს და ბედნიერ წელს გისურვებთ. საბედნიერ დღეს ვისვენებ. ამიტომ მთელი დღე შემიძლია გავატაროთ ჩემთან ერთად და საუზმის მერე ვაპირებთ, რომ ცოტა გავისეირნოთ. მე ალბათ წავალთ მიტარბიზე, ჩვენმა მეგობარმა უნდა ისრიალოს. მეც ვიფიქრე სრიალი, მაგრამ ამბობენ რომ დღეს მოყენული იქნება ტრასაო, რადგან მე ძალიან კარგად არ ვიცი სრიალი, თავს შევიკავებ და ციგურებით ვისრიალებ. ციგურებზეც წლები არ ვდგარო, მაგრამ თხილამურებზე უკეთესად ვდგავარ. სხვათა შორის ვფიქრობ, რომ მე მგონი ციგურები უფრო რთულია, ვიდრე თხილამურები და ანუ ეს ჩემი ტვინი რანაირად ფიქრობს და აზროვნებს აზრზე არ ვარ. ალბათ აი ამ საშინელ დაღმართს რო ვხედავ კოხტაზე და მიტარბიზეც ძალიან ჩემი აზრით ჩემთვის რთული გზა. ეს ბოლოს საბაგიროზე ძალიან დაღმართი ჩამოდის, გული მინდის,
მე ალბათ უფრო ნაკლებად დაღმართიან ტრასაზე, სიამოვნებით და უფრო მარტივად და თავისუფლად ვისრიალებდი. ნუ მოკლედ ამ ჯერ თავ შევიკავებ. მე ვისრიალებ ციგურებით, გუშინად შეეხება საღამოს შობას გვინდოდა გართობა, თუმცა აღმოჩნდა რომ ყველაფერი ყველგან ძალიან მალე იკეტება. განსაკუთრებით სამზარეულოები და კოხტაში იყო რაღაც ივენთი, თუმცა როგორც ვიცი და როგორც გვითხრეს, იყო მხოლოდ სასტუმროს დამსვენებლებისთვის, რაც სრულიად მისაღებია, იმიტომ რომ გარეშე პირები რომ მისულიყვნენ, ალბათ უფრო დიდი ქაოსი იქნებოდა და ადგილი აღარ იქნებოდა. ამიტომ ვერცად ვერ წავედით, ჩვენთან შევხვდით სასტუმროში შობას, სასიამოვნო საღამო გავატარეთ და დღესაც ალბათ ვერსად გავერთობით, არ ვიცი. ჩვენ ვისვენებთ ჯერჯერობით ხალხისგან. შემოვედით რუმსში თუ ძველ რუმსში თუ კოხტაში. ეხლა რა ქვია, აღარ ვიცი, შევუკვეთეთ ხაჭაპური, მედანიკამ შევუკვეთეთ ხინკლის წვნიანები, სალომ შევუკვეთა ბორში და ფალაფელის ვრები. და ყველაფერი ძალიან სწრაფად მოიტანეს. წვნიანი ისე რა მოგვეწონა, ხინკლები იყო გემრიელი, მაგრამ ცოტა ხაჭაპური კაი იყო, მომეწონა და ეხლა ველოდებით ვრებს, რომელიც არ მოაქვთ და 1-2 ვთხოვეთ, რომ გადაემოწმებინათ შეკვეთა და არაფერს არ გვეუბნებიან, იმედია მალე მოიტანენ. კიდე რაღაც დავამატეთ და იმედია იმასაც მალე მოიტანენ, იმიტომ რომ 9 საათში გვაქვსოთ ჯავშანი და უნდა გახვიდეთო და შეკვეთები არ მოაქვთ და ვერსადაც ვერ წავალთ. ძალიან ბევრი ხალხია და ხმაურია. აქაურობა ძალიან სილამაზე, ძალიან მომწონს. ჩამოსვლას რო აპირებდით ბაკურიანში, აქ ვეძებდით ადგილებს, თუმცა არ იყო თავისუფალი ნომრები, გადაჯავშნილია აქაურობა და ამიტომ წავედით კომორებში, ცოტა ზემოთ არის კომორები. და მე მგონი გაგვიმართლა რომ კომორებში ვართ, იმიტომ რომ იქ უფრო სიწყნარია მიუხედავად იმისა, რომ გადაჭედილია აქაურობა. რესტორანში ძირითადად მთელი დღის განმავლობაში არის სიჩუმე და სიმშვიდე. საღამოს აი ყველა როცა მოიყრეს ხოლმე თავს, მაშინ არის ცოტა ხმაური. და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ბავშვია ჩვენთან, მაინც სიმშვიდე და ძალიან კაი გარემოა. აქაურობა მირჩევნია უბრალოდ იქ უფრო სიწყნარი და სიმშვიდე და ეგაა კაი. მოვიდა შეკვეთა. რა არის? ფალაფელია ხო? ой, მე სალმე ვერ შევჭამე და გამიყო. ერთა მე იმდენი ვჭამე. თაკო ემზადება სასრიალოდ. მე მოვჭი სრიალს და ესენი აქ მელოდებოდნენ. ძალიან დავიღალე. ნახევრად ჩვენ სადაც ცხოვრობ, სადაც შედიოდი, რამდენი +2-ია? მეოთხე +2-ია. 1 2 Una. გამოვტოვა. იეი! მოგიგო კაცო, რანაირია? მოდის ანა.